Ministru საგამოძიებო სამსახურმა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე იაშარ მუსტაფა გუვენი დააკავა, ხოლო ჯემალ ძნელაძე და ლევან მჟავანაძე პასუხისგებაში. მის საგამოძიებამ დაადგინა, რომ შეპესე LK ჰოლდინგმა 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე 800.720 ლარად შეიძინა ბათუმში 20,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით 36 თვის სვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე, რაც არ შესრულდა. გაყალბებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით კომპანიის მიერ შესრულებული ინვესტიციამ კი შეადგინა 5.75.158 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2.653.845 ლარის ინვესტიცია. Компания Elenka Holdingis დირექტორმა იაშარ მუსტაფა გუვენმა წარადგინა კალბი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენდა 5 მილიონ ლარზე მეტს. რეალურად კი ინვესტიცია იყო განხორციელებული მხოლოდ 2.600.000 ლარის მოცულობის. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო მიზარავა 2.300.000 ლარი.